დღეს ელენემ ისევ დამპატიჟა, აი მოვედი ძვირფასებო, გახსოვთ ეს კარადა გაჩვენეთ, აი აქ არის ეს ჭაღი, ჯერ არის შეფუთული, მე ამ ცელოფანს მოვხსნით, აქ არის აივანი, ეს კარადა აივნის გაჩვენეთ, ძალიან ლამაზი კარადაა და გამძლეა, უძლებს ყველანაირ პირობებს და არის ალუმინის. ამაზე ვისაუბრეთ ბევრი სხვათა შორის. აი გვაქვს ესეთი ლამაზი აივანი და კონდიციონერები. აქ ადგილი არის, ეხლა აქ სამუშაო სიტუაცია, ამიტომ ნუ გაგიკვირდებოთ იქ სადღაცა შლანგი როა და სადღაც რო რაღაცა. აქეთ შემდეგი ოთახია, სადაც უკვე მოვიდა ავეჯი. დივანი არის ვარდისფერი, ისეთი რძეშგარეული ვარდისფერი, ასე უწოდებენ, ანუ პასტელის ვარდისფერი, ძალიან მოუხდა ეს ქაშმირისფერი კარადა. აქ უბრალოდ სხვანაირად არ გამოდიოდა და როგორც გამოდიოდა, ისე ჩასვეს კარადა. ესეთი ლამაზი ჭაღი გვაქვს, ესეთი ლამაზი გასაწევი კარი. კარი გავწიე, იმიტომ რომ მე ვიღებ და ამიტომ ვერანაირად სხვანაირად ჯერჯერობით ვერ გამოდის, მე რო გამდიდრდები, შევიძენ შესაბამის გაჯეტებს და უკეთესად გავაკეთებ ყველაფერს. თავარია რომ თქვენ მხარი დამიჭიროთ, მოგწონთ, თუ არ მოგწონთ ის, რასაც მე ვაკეთებ. აი ეს ავეჯი რაც მოვიდა, ნუ აქ ალაგია, ეს სამზარეულო წინაზე მე თქვენთვის არ მიჩვენებია, ვერ მოვასწარი ამის გადაღება. უყურეთ, ეს უფრო პატარა არის ეს ოთახი. ამიტომ სამზარეულო ბინა უფრო სწორედ და სამზარეულო ცოტა პატარა. ესეთი სიტუაცია გვაქვს აქ. აქ გვაქვს ის რა ქვია ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ზემოთ გვაქვს ქურა, რომელზეც ინდუქციური ქურა, რომელზეც მოამზადებს აქ მაცხოვრებელი. აი აქ ზემოთ გვაქვს ესეთი გამწოვი. ეს უკან არის მთლიანი კერამოგრანიტი, ნახეთ რა კარგია და როგორ კარგად მიდის სამუშაო დახელზე. ძალიან ღრმა ნიჟარაა და ძალიან კარგი ხარისხის ონკანია. ამას ჩავდეთ უჯრაში, სადაც იქნება დანაჩანგალი. შემოსასვლელი კარი, მინდა გაჩვენოთ, არის რუხი ფერის, რაღაცა მარმარილოს ფაქტურით. როგორც წინა კარი გაჩვენეთ, ეს კარიც არის შავი, თეთრი კანტებით გადაწყვეტილი და თეთრი ფურნიტურით. და ეს არის შემოსასვლელი ზონა, აქ ზონებად არის დაყოფილი, ნახეთ სამზარეულო როგორ არის. უყურეთ, შემდეგ საძინებელი ოთახი და შემდეგ მეორე ოთახი, რომელიც არის სტუმრის ოთახი. ეხა შევალთ ამ ოთახში და ამ ოთახში ჩვენ უკვე გვაქვს საწოლი, აი ესეთი ლამაზი საწოლი. ფასებს თუ დაინტერესდებით, თქვენ დაგვიწერეთ შეკითხვები და აუცილებლად გაგაგებინებთ სად რა ფასი დაჯდა და როგორ შევიძინეთ და რა შევიძინეთ. აი ნახეთ როგორ უხდება საწოლი. საწოლს არის ნათურები წიგნის წასაკითხად ღამე. აქ არის ტელევიზორის გაყვანილობა, თუ მოუნდებათ ექნებათ ტელევიზორი, თუ არ მოუნდებათ ექნებათ სურათი. და აქ იქნება ფარდები, რომელსაც მე აუცილებლად გაჩვენებთ. აი